Facebook-ით რომ გეიცნო, ბონდოიამ ნატალი მოეწონა რა ქალია, რა ფეხი აქვს, რა ტანი. იმავე დღეს მესიჯებში გაუგზავნა გულები, შიგ გაყრილი ისრებით და ვარდის თაიგულებით. თან მისწერა, კმარა უკვე რაც მარტო კავიარე, შენ კი შეგეხუტუნე და შენ კი შემოგიარე. ნატალიმაც ჩვენი ბონდო მოიწონა სრულებით და გაგზავნილ წითელ გულებს უპასუხა გულებით. რახან ასე გაგვიმართლა, პაემანი ჩავნიშნოთ, მერე ჩვენი გაცნობა და ერთად ყოფნა აღნიშნოთ. მეც მინდა რომ გავიხარო გულს, მომეხსნას ლოდები შევხვდეთ 6-ის ნახევარზე თეთრხით თანგელოდები. მეგობრისგან ინათხოვრა პერანგი და ჰალსტუხი, გაიპრანჭა არ დაიკლო, არც სალონი, არც დუხი. გაიშმოტკა ბონდოია, ნერვიულობს დილიდან და დათქმულ დროს პაემანზე თაიგულით მივიდა. ნეტავ რატომ აგვიანებს, ნეტა რა ემართება, აი ხედავს ვიღაც ქალი, მისკენ მოემართება, მოვიდა და ელდაეცა. არიჯერებს ადვილად, რაცხა გაუგებრობა, ნატალი ხარ ნამდვილად. გამარჯობა ბონდოია, მე ვარ შენი ნატალი, ვიცი ჩემში რომ მოგწონდა სხვა ფეხი და სხვა ტანი. არ მიკვირს რომ არ გეცნობა ეს სახე და ეს ტუჩი, პროფილზე რომ ფოტო მიდევს მონიკა ბელუჩი. ფიქს მიეცა ბონდოია, ვერ გაიგო რას შვრება, ბედი კარზე მოდგომია, არ სურს ხელის გაშვება. გულს ვერაფრით ვერ უბრძანებ, მის შკუაზე მიყავ ხარ, ბოლოს უთხრა, არიჯავრო, მე ასეთიც მიყვარხარ. თქვა და გულში ჩაიხუტა, განშორება არ სურდა, უცნაური პაემანი happy end-ით დასრულდა. ზოგჯერ ხერხი ღონეს რომ ჟობს, არ სჭირდება მტკიცება, თუმცა ბონდოიასავით ყველა არ მოიქცევა. იქნებ ქალი პროფილად დებს, მსახიობს ან სხვა ცნობილს, უნახავად ნუენდობით Facebook-ზე გაცნობილს. გამოიწერეთ ემიგრანტ TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.